ინტერესებული პირებისთვის საინტერესო ღონისძიება შედგა, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ტრენდები, კარიერული საშუალებები და ინდუსტრიის მოთხოვნები განიხილეს. შედგა პანელური დისკუსიები და თემატური შეხვედრები ღონისძიების მიზნებსა და სექტორის შესაძლებლობებზე და გამოწვევებზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. თორნიკე თოხაძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე, გურამ ნაცვალაძე, აქსელერას დამფუძნებელი და ჰედმასტერი გვერდებიან საქმე დილო სტუდიაში დილომშვიდობის. მადლობა. დილომშვიდობისთვის. გურამ, გუშინდელი შეხვედრით დავიწყოთ. მისი მიზანი ძირითადი რა იყო და შესრულდა თუ არა, ასე ვთქვათ, ერთ საღამოში გარკვეული მიზნების ნაწილი. კი ბატონო, მადლობა ბექა. ძალიან საინტერესო ივენთი შეხვედრა გქონდა გუშინ აქსელერას ორგანიზებით. მოგეხსენებათ, რომ აქსელერა არის პლატფორმა, რომელიც შეიქმნა საქართველოს IT ასოციაციისა და მსოფლიოს უდიდესი საგანმანათლებლო პლატფორმა და ასოციაცია კომპტიას თანამონაწილეობით და აქსელერას მიზანი არის, რომ საქართველოში ხელი შეუწყოს IT კარიერით დაინტერესებული ადამიანების განათლებას, დასაქმებას და შემდგომ უკვე კარიერულ წინსვლას. და ამ მიმართულებით სწორედ ამ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ჩვენ შემუშავებული გვაქვს სპეციალური სამუშაოზე და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამები, რომლებიც კერძო სექტორის ჩართულობით, დამსაქმებლების ჩართულობით ხორციელდება და ამზადებს თანამედროვე ბიზნესებისთვის ყველაზე მოთხოვნად უნარებით აღჭურვილ ადამიანებს. აქ საუბარია პროფესიებზე, რომელსაც ითხოვს დღეს რეალურად ბიზნესი. აბსოლუტურად ყველა პროგრამა რომელიც აქსელერაში ხორციელდება არის აბსოლუტურად კვლევაზე დაფუძნებული, რომელიც ასოციაცია გვეხმარება, ასე ვთქვათ, და ჩვენ კონკრეტული პოზიციების შესაბამისად ვამზადებთ პროგრამას, რაც ეხმარება ადამიანებს, რომ მოკლედ დროში მოახდინონ აქსელერაცია, რადგან დღეს ყველას მოგეხსენებათ, რომ IT სპეციალისტებზე მოთხოვნა ძალიან დიდი არის, დამსაქმებლებს არ შეუძლია ლოდინი ფიზიკურად იმდენი რაოდენობის ადამიანი ესაჭიროებათ და ჩვენი მიზანი არის, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი და მაგალითად დავეხმაროთ ფორმალურ განათლებას, რომ იმ ზოგად უნარებთან ერთად, რასაც ფორმალური განათლების სისტემაში იღებენ, ჩვენ შევძინოთ კარიერით დაინტერესებულ ადამიანებს ის უნარები, რაც მათ ზუსტად სამუშაოს პროცესში და job description-ში დაეხმარება. როცა მოთხოვნა ვისაუბროთ არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე, ხო, ამასაც უნდა გავუსვოთ ხაზი, საერთაშორისო მიმართულებითაც მოთხოვნა საკმაოდ დიდი. რა თქმა უნდა და IT-ის პროფესიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ რეალურად ბარიერი აღარ არსებობს, ფიზიკური ბარიერები მოხსნილი არის. დღეს შეგვიძლია რომ ნებისმიერ ადგილას იმყოფებოდე, მთავარია იქ კონდეს ინტერნეტ კავშირი და შეგვიძლიათ სოფლიოს ტოპ კომპანიებში იმუშაო ნებისმიერი ადგილიდან და ზუსტად ამის წახალისებას და ამ გამოცდილების გაზიარებას ვახდენთ ჩვენ ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებსაც ჯერ ეს ინფორმაცია არ გააჩნიათ და გუშინდელი ჩვენი ივენთიც იყო ერთის მხრივ ასე ვთქვათ წინა სასწავლო პროგრამის დამასრულებელი ნაკადის დაჯილდოვება, რომლებმაც უკვე დაასრულეს და დასტარტეს თავიანთი IT კარიერა და ამავდროულად მივესალმეთ ახალი პროგრამის მონაწილეებს და გქონდა საინტერესო პანელური დისკუსიები, რა დროსაც გამოცდილმა პროფესიონალებმა ღია კარის დღეზე მოსულ IT კარიერით დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, რჩევები და ის ნაბიჯები, რომ რა უნდა გაითვალისწინონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ დღეს ძალიან უზარმაზარი ინფორმაცია ტრიალებს ინტერნეტშიც, გარემოშიც, ძალიან დიდი რთულია რომ სწორად გააკეთო კონცენტრირება, ესე ვთქვათ, რომ დრო არის ყველაზე ძვირფასი და სწორი მიმართულებით მიმართო ეს დრო და რესურსები, რაც მთავარი რაც გააჩნიათ, ესე ვთქვათ, ამ ახალგაზრდებს და ზუსტად ის რჩევები გავაზიარეთ, რომ რას უნდა მიაქციოს ყურადღება პირველი ნაბიჯების გადადგმისას, რომ სწორად დაგეგმოს თავისი კარიერული ნაბიჯები, სწორი საფუძველი შეიქმნას, რომ დამსაქმებლისთვისაც უფრო საინტერესო წარმოჩნდეს და მარტივად შეძლოს IT კარიერაში შესვლა. კი ბატონო, ასეთი შეხვედრები მიღმა თქვათ ინფორმაციის გაზიარებისა, რას უწყობს კიდევ ხელს? მე ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანები იღებენ თუ არა, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ кейსებთან დაკავშირებით ხელშესახებ ინფორმაციას, მათ შორის IT კარიერით დაინტერესებული ადამიანი, რომელმაც არ ვიცი, 1 წლის წინ, წელიწად ნახევრის 6 თვის წინ გადაწყვიტა ამ მიმართულებით განვითარება, დღეს ადამდე მოვიდა, ანუ ეს გამოცდილების გაზიარება ამ ნაწილსაც თუ მოიცავს?
ბექა გამოცდილების გაზიარება მოიცავს ამ ნაწილსაც და ამის გარდა კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც მე ხაზგასმით აღვნიშნავ, მანამდე მინდა ვთქვა, რომ თვითონ აი ამ ტიპის პანელური დისკუსია, კითხვა-პასუხის რეჟიმი, ურთიერთობა უბრალოდ ადამიანებს შორის და პერსონალურ დონეზე ინფორმაციის გაცვლა ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამავე დროს ესწრებიან კომპანიები, რომლებიც არიან დამსაქმებლები რეალურად და სწორედ ამ კომპანიების კვლევის შედეგად, ამ კომპანიების საჭიროებების კვლევის შედეგად დგება ის პროგრამები, რომლითაც შემდეგ აქსელერაში სწავლობენ და დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის კონტაქტიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ თვალსაზრისით. ესე იგი აქსელერას პროგრამებს სხვა პროგრამებისგან განასხვავებს ძირითადად ის, რომ აქსელერაში თანამშრომლის onboarding-ი და რეკრუტინგი ერთდროულად მიმდინარეობს. ანუ, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მან რეკრუტინგი მოახდინოს აქსელერას საშუალებით, ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტული დროის განმავლობაში, როდესაც სტუდენტი სწავლობს აქსელერაში, ის ამავდროულად კომპანიაშიც მუშაობს. ამიტომ ეს არის თავარი განმასხვავებელი ნაწილი და პრაქტიკის ნაწილი არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე თეორიის ნაწილი. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10% თეორია და დანარჩენი სასწავლო კურსი შედგება პრაქტიკული სწავლებისაგან, ადგილზე ტრენინგებისგან, სამუშაო ადგილზე ტრენინგებისგან, თვითგანვითარებისგან და კეთებით სწავლებისგან, რაც ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ კურსს. პრაქტიკულად მუშაობს პირველივე დღიდან ის ადამიანი და ეუფლება იმ სამუშაო უნარებს, რაც მას სამსახურში რეალურად ჭირდება. ეგ ნებისმიერ მიმართულებაში გამოწვევა, ზოგიერთ მიმართულებაში დიდი გამოწვევაა და ეს არის პრობლემა, რომელზეც ალბათ დამსაქმებლები, პროფესიული განათლების მიმართულებით მომუშავე ადამიანები ყველაზე მეტი უნდა იფიქრონ და ამაში უნდა იყოს ყველაზე მეტი ჩართულობა. ამ ციფრულ რეალობაში, როცა ინფორმაცია ასე მიმოფანტულია, შეიძლება გაერთიანებულიც იყოს, მაგრამ რამდენად სარწმუნოა ამის გარკვევა, ცოტა რთულია ხოლმე როგორც წესი. ამ მიმართულებით რა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები ან ინფორმაციული ხასიათის ასე ვთქვათ შეხვედრები შეიძლება მოეწყოს. აი გურამმა აღნიშნა კომპტიასთან დაკავშირებით, რომელიც 120 ქვეყანაში ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, პრაქტიკულად წელიწადში ორჯერ ტარდება კვლევითი სამუშაოები, სადაც ის მიგნებები და ძირითადი ინსაიტები ამოდის და უზიარებს კომპტიას შემდეგ პარტნიორებს, როგორც აქსელერას, ასევე სხვა პარტნიორებს და ასევე აქსელერასაც შეაქვს თავისი წვლილი, რომ ადგილობრივი სიტუაცია მიაწოდოს კომპტიას. შესაბამისად, ყველაზე ღირებული, რაც კომპტიასთან თანამშრომლობით შეიძლება მიიღოს სტუდენტმა და ამ შემთხვევაში აქსელერას ჩართულობით, ეს არის კარიერული განვითარების რუკები. სადაც აღწერილია IT-ში ყველა ის საბოლოო წერტილი, სადაც შეიძლება განვითარდე და ექსპერტამდე მიხვიდე, მაგრამ ეს ისეთნაირად არის გაკეთებული, რომ იწყება დამწყებიდან ექსპერტამდე სრული გზა, არის გაანალიზებული კარიერული ფაზები, ასე ვთქვათ და შემდეგ ასევე აღწერილია ერთი კარიერული ფაზიდან მეორეზე გადასვლის შესაძლებლობები და ეს არის იმდენად დეტალურად განხილული, ახსნილი თავისი სამუშაო job description-ებით და job title-ებით განსაზღვრული, რომ ადამიანი პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ იქ დაიბნეს და ვერ გამოიტანოს სწორი დასკვნა თუ რა არის მისთვის საჭირო, მაგრამ ამაზე უფრო შორს მიდის აქსელერა და ონლაინ მეთოდით ახორციელებს ეგრეთ წოდებულ თვითშეფასების ჩეკლისტებს, რომელსაც ავსებს ადამიანი და საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობის ინტერესების შესახებ ბევრად უფრო დაკვალიანებულია, სადაც 15 წუთიანი ან 20 წუთიანი ონლაინ დიახ. კი ბატონო. ჩვენ დაუბრუნდებით